მაშინ ორად გავყოთ ახდენს თუ არა გავლენას ოცნების წევრებზე მათ პირად ასე ვთქვათ მათ ოჯახებზე და პიროვნულად დაკისრებული სანქციები და ეხლა ბიძინა ივანიშვილის განზომილება რამდენად მნიშვნელოვანია რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ამით ეხლა ის Forbes-ის თუ Bloomberg-ის პირველ ასეულშია თუ ხუთ ასეულში ჩვენთვის არანაირი შეღავათი არ არის ამოვარდა თუ არა იმ სიიდან იმიტომ რომ უფრო მეტსაც გეტყვით იქ თუ ესე ვთქვათ არ ვიცი ვის მიმართ აპირებდა ის ან ცდილობდა თავი მოაწონოს იქ სიაში ყოფნით მაგრამ ფაქტი ის არის რომ თუ რამის დაკომპენსირება შეეცდება ისევ ჩვენი ხალხის ქართული ეკონომიკის ხარჯზე და აქედან ამოიღებს იმ მილიარდებს ასე რომ მას ხა რუსეთში ექნება აქტივები თუ სხვადასხვა საჯარო კომპანიების აქციები ექნება შეძენილი და ესე ოფიციალურად დაინახავენ მას რომ 6 მილიარდი აქვს თუ 7 და მე რახან რაღაცები დაუყადაღდა და გაეყინა ჩამოიყვანენ 3-ზე 3 მილიარდზე ან უფრო ნაკლებზე ჩვენთვის არანაირი არც პოლიტიკური და არც სხვა ტიპის შვება არ არის. თუ ის ფული დააკარგულია და გაყინულია მის ფულს დაკარგავს აქედან ამოიღებს იმ 3 მილიარდს და კიდე ჩვენთვის კიდე უარესი ასე რომ ეს მე ამ მიმართულებით რომ აი ბიძინა დაყადაღდა და ეხა ჩვენ გვეშველა საერთოდ არ უყურებს საქმეს მაგას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური სიმბოლური როგორც გნებათ ისე დავარქვა დატვირთვა რომ შენ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთო არჩევანი გინდა კი ესეთი დაყადაღებული სანქცირებული დასავლური ცივილიზაციის მხრიდან მთლიანად ლონდონიდან ნიუ-იორკიდან ბრიუსელიდან ყველა დედაქალაქიდან დასანქცირებული თვითმარქვია ოლიგარქი რო გიზის სათავეში და ეგმართავს შენ ქვეყანას აი ეს არის შენი არჩევანი ქართველების ეს არის ჩვენი ყველას არჩევანი ესეთ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ თუ არა ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ აბსოლუტური უმრავლესობა არის საჭირო ხალხის საზოგადოების იმისათვის რომ დიქტატორებს მოერიო რომელიც ფულზე ძალაუფლებაზე ოლიგარქიაზე რობოკოპებზე და ასე შემდეგ დგას და ეს ვერტიკალი ძალიან ყარად და ესე ვთქვათ რამდენია ეს აბსოლუტური მედგრად აქვს პეტრე იმიტომ რომ 100,000 კაციც იდგა 300,000 კაციც იდგა ქუჩაში რამდენი დადგება მაღაზია არ არის რამდენი არის ოპოზიციურად კრიტიკულად განწყობილი გაბრაზებული 3/4-დია 4/5-დია არ ვიცი ხო პროცენტების დათვლა ხო 80% უნდა 83 ამ რთულ შეკითხვას ნუ დამისვამთ იმიტომ რომ ზუსტი პასუხი ამაზე არავის არ აქვს მაგრამ კრიტიკული უმრავლესობა იმისათვის რომ ეს სასწორი გადაიწონოს და ვერც მისმა ფულმა და ვერც ხარებებმა და რობოკოპებმა ვეღარ უშველოს ანუ ეგ ვერტიკალი ჩამოენგრეს ეს რო აუცილებელია ანუ ძალა ჩვენი რაშია სიმრავლეში ხო უნდა იყო აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აქეთ უნდა დატოვო ბიძინა თავისი რამდენიმე მინისტრით რობოკოპებით რომლებიც როგორც კი დაინახავენ რომ მათი მხარდაჭერა ანუ ქვეყნის შიგნით დელეგიტიმაცია განიცადა ასევე შემდეგ შემოეცლებიან დარჩება მარტო ან გაიქცევა ან ჩაატარებს უკვე არჩევნებს თავისუფალს მოუწევს პეტრე და სამართლიანს ხო ოპოზიციამ ერთიანად ეს არჩევნები ხო მოიგო რომელიც მიიტაცა შემდეგ ივანიშვილმა თქვენ არ შეხვედით პარლამენტში არავინ რაც ძალიან კარგია და ეს ბრძოლა გრძელდება ანუ ეს ხო მეტყველებს იმაზე რომ უმრავლესობა არის კრიტიკულად განწყობილი რაღაც ააკლია ფაქტია პროცესს იმისთვის რომ იყოს უფრო თვალსაჩინო უფრო შედეგიანი ესე ნუ ვსვავთ კითხვას არ არის ესე იგი წეღანაც მაგი დავწ ესე იგი არ არის საკმარისი კრიტიკული უმრავლესობა და მეორე მომენტიც ემატება ამას წეღან გიხსენეთ არა 40-დან 50%-მდე რაც ჯამში ოპოზიციამ შეიძლება აიღო გაუყალბეს ვერ აიღო აქ იმაზეც არის ხო თავისუფალი არჩევნები ტარდება თუ არა თავისუფალი ამ გარემოში როგორშიც არჩევნები ჩატარდა საერთოდ ციფრების და პროცენტების გარჩევას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ხო მაგას არ ვარჩევთ იმიტომ რომ ნუ მოსყიდვაზეც აღარ არის დაშინებაზე ძალადობაზე გაყალბებული იყო ამაზე ვთანხმდები არა მხოლოდ გაყალბებული არა თავისუფალი არჩევნები იყო ძალადობაზე სამსახურიდან დათხოვნვის შიშზე და ასე შემდეგ მაგაზე არაერთხელ ასე რომ შენ უნდა გქონდეს გაცილებით დიდი უმრავლესობა ვიდრე ვთქვათ 50%-ს პლუს ერთი ხმა არის ეს ვთქვათ პირობითად ვამბობ ეს ერთი და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ეს უნდა იყოს კონსოლიდირებული ანუ შეკრული ცენტრალიზებული როგორ იქნება ეს სხვა საკითხია ამაზე რა თქმა უნდა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაც არის იმიტომ რომ ყოველთვის ესე იყო ხოლმე 2003-ში როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მას ჰქონდა კონკრეტულად ნდობა მას გაყვა ხალხი მან შეცვალა შევარდნაძის რეჟიმი ის იყო გამოკვეთილი სანდო და მკაფიო ალტერნატივა შევარდნაძის
შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გარშემო დაირაზმა, სხვა ქვეყნებშიც ესე ხდება, ანუ რაღაც გუნდი, ან ერთი ადამიანი, ან რაღაც შეკრული ერთობა, ჯგუფი ადამიანებისა, პოლიტიკოსების უნდა იყოს, ვისაც გაყვება ეს ხალხი, ანუ კონსოლიდირებული იქნება, ერთ მუშტად იქნება შეკრული. სხვათა შორის აგერ ელენე იყო, გადასარევად პასუხობდა თქვენ შეკითხვებს ისე ოპტიმისტურად და იმედიანადაც, აი მათ ჰქონდათ ეს მას და ზურას არჩევნების წინ, რომ ერთ-ერთზე უნდა დაუპირისპირდეთ ბიძინა ივანიშვილსო. აი ამ კონსოლიდირების მიმართულებით უნდათ მთელი ძალების ჩენელიზაციას, რასაც ეძახიან, ცოტა არასწორად რომ თარგმნა სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე ფრანგულიდან თუ ინგლისურიდან. აი ერთ რაღაც კალაპოტში აი ამ მთელი ძალის ხმევის და პოლიტიკური ენერგიის მიქცევა და აი ესეთ დაჯახება ამ რეჟიმთან. ეს არის კიდე მნიშვნელოვანი სიმრავლესთან ერთად. კი, აი და თქვენ თქვით, რომ აი სწორედ იმ და რობოკოპების ხარება და არის თუ მოკლედ მთელი ამ რეჟიმი რაზეც დგას, აი ამ ყველაფრის ჩამოშლა არის მნიშვნელოვანი. რა უნდა გაკეთდეს მაგისთვის და ჩვენ საუბრობდით სანქციებზე, ხო? რამდენად აი სანქციები, რომელიც უკვე დაწესდა, რამდენად ეფექტურია, როგორ ჩანს? ოცნებაში უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი. ყოფილმა და მათი გუნდის წევრებმა, მოქმედებმაც, რომ ეს მათთვის შემაწუხებელია, რომ ეს აღარ არის ჯილდო დაწყებული კახიშვილიდან და დღეს ვოლსკის არ ვიცი თუ მოისმინეთ მისი კომენტარიც. ამის აღიარება, რომ ეს მათთვის არის შემაწუხებელი, გასაგებია, მაგრამ რამდენად არის საკმარისი, ან რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს? აი სად უნდა მოხდეს ეს გარდატეხა, პეტრე და თქვენი როლი რა არის? სადა და მოდი ჯერ სანქციებით დავიწყოთ. სანქციები ხა ჩვენ დაუბრუნდით პირველ შეკითხვას, რაც სწორია, იმიტომ რომ მეორე ნაწილს არ გავეცით პასუხი. ბიძინა ივანიშვილს რო აქვს თუ 3 მილიარდი აქვს თუ 6 ეს არანაირ ასე ვთქვათ დიდ შეღავათს ჩვენ ქართულ საზოგადოებას მით უმეტეს ოპოზიციურად განწყობილს ნამდვილად არ გვაძლევს, არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს თუ გული წყდებათ, რომ აღარ არის იმ სიაში მე-500-ე კაცად თუ მე-700-ე თუ როგორც იყო, ეს სხვა საკითხია და საერთოდ არ გვადარდებს. აი დანარჩენებს რაც შეეხებათ, სწორედ აი ამ ვერტიკალის რღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რაც გარედან, როდესაც მათ ლეგიტიმაცია არ უღიარეს ამ ხელისუფლებას, როდესაც დააკვირდნენ, გააფრთხილეს, რომ დემოკრატიას ძირი არ გამოუთხაროთ, კანონის უზენაესობა ფეხქვეშ არ გათელოთ, მართვსაჯულება პოლიტიკური არაღად არ გამოიყენოთ, პოლიტპატიმრები ციხეებში და საკნებში არ გამოკეტოთ და მით უმეტეს არჩევნები ისე არ ჩაატაროთ, რომ თავარი პოლიტიკოსი, თავარი ოპოზიციური მოთამაშე ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყავდეთ გამოკეტილი და ასე მიდიოდეს ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანია პროცესი შემდეგ ხმების თვლა, ისე რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ თავარი ჩელენჯერია, ხო, მისი ბიძინა ივანიშვილის წლების განმავლობაში ციხეში საკანში ყავდა დაკეტილი. ესეთი არჩევნები არა ერთხელ გააფრთხილეს, რეზოლუციებიც იყო. ამათ თითქოს რახან რეზოლუციაზე არ შეისმინეს, ჩათვალეს, რომ ეს არაფერი რა, გაიარა ამან ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა, ეს არჩევნები ჩავიჯიბეთ, მივიტაცეთ ძალაუფლება და ვითომც აქ არაფერი. ხო და ამას მოყვა სწორედ ეს სანქციების შედეგად. საკმარისია ცვლილებებისთვის. რამდენად საკმარისია გარედან როდესაც ხო და ამაზე ეკა ზუსტად საუბარი, როდესაც გარედან ლეგიტიმაცია არ არის, უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნითაც დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების. სხვანაირად წარმოუდგენელია და ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის არ ქონა აისახება, ანუ გადაითარგმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს აღქმა იქნება ქვეყნის ჩვენი საზოგადოების თქვენს მეც და დანარჩენ თქვენ ტელემაყურებელსაც ყველას, როდესაც დაინახავენ, რომ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, თითზე ჩამოსავთ მხოლოდ მინისტრები და მათი ოჯახებია. აი ესე იყო მაგალითად იგივე შევარდნაძის პერიოდში. ჩვენ პერიოდში გავედით არჩევნებზე, იმის მე-1000-დი არ ქონდა ეს ინსტრუმენტები სახელისუფლებო ადმინისტრაციულს რო ეძახიან და ეს ჩაკეტვა, პოლიციური მოსყიდვა, პროპაგანდა და უბედურება, როგორც არჩევნებს ესენი ატარებენ, შესაბამისად, როდესაც ჩაატარებ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც 2012 წელს იყო, თუ არის ოპოზიციურად განწყობილი რაღაც და 14%-ით წავაგეთ 54 როგორ უნდა დადგეს ეს რეალობა, ამაზე მიპასუხებთ და ვერ დადგება რა არის ამაში ვერ დადგება ხალხის აქეთ გადმოყვანის გარეშე. ხო და როგორ უნდა გადმოიყვანოს? როგორ უნდა გადმოიყვანოს? უნდა ესაუბრო. აქედან უნდა პროპაგანდას იმაზე თუნდაც, როდესაც ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ უკვე აი ახალი ფურცლიდან ვიწყებთ და უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი, აი ეგერ ტრამპმა
აგვიწია თვალი ჩაგვიკრა თუ რაღაც ხელი დაგვიქნია იქ ვიცე-პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში თანაშემწეს შეხვდა და ესაუბრა და გადატვირთვაზე მათი პროპაგანდა გავიგე რომ ზღაპრებია თქვენ ამას რითი პასუხობთ თქო ამას ჩვენ ეხა აქ ის კი არ მოვედის რომ დაგიზიდე აქ ხუთოსანი სტუდენტივით პასუხები გაგწერა როგორ პასუხობ როდესაც იქნება კრიტიკული უმრავლესობა აქეთ მხარეს მაშინ დაემხობა ეს რეჟიმიც როდესაც იცი რომ ეს არის საჭირო რასაკეთებ ცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიმტკიცო გადმოიყვანო ოპოზიციურად განაწყოს ესე ვთქვათ საპროტესტო ტალღა გააფართო ხო სხვა სიტყვებით როგორ გითხრათ ასე რომ სწორედ ამას ვაკეთებთ იგივე თქვენი ეთერით იქნება შეხვედრებით კამპანიით თუ სოციალური ქსელებით ამას უნდა ცდილობდეს ყველა ორი ამბავი გითხარი ერთი რომ გაფართოვდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამ ადამიანებს აუხსნათ ვინც 41 გააფერა და გუშინდლამდე თუ გუშინწინდლამდე კიდევ უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რომ ის ამბავი კეთილდღეობით და მშვიდობით ევროპისკენ კარგად იყავით ძმებოდა დებო დასრულდა აღარაფერი ევროპისკენ არ მიდიხარ იზოლაციაში ვიქნებით მზათო ამას ამ მორი ტყუილს კიდევ ახლა რაღაც თუ ეგეც ვერ დავაჯეროთ რომ ის ტყუილია და სიმართლე ის არის რომ იზოლაციაში და სიღარიბეში იზოლაციისთვის და სიღარიბისთვის გაგწირა ბიძინა ივანიშვილმა ნუ მაშინ საერთოდ ამ საქმეში რატო ვართ ხო ეს იმდენად ზედაპირზეა რომ მე მგონი არ უნდა გაგვიჭირდეს ხალხის დარწმუნება ამ ამბავში რომ იზოლაციაში სიღარიბეში რუსეთის უკანა ეზოში და ირანთან და იქ თქვა სხვა ქვეყნებთან ჩახუტებული იქნები სირიასთან და ასე შემდეგ ძველი ბაშარ ასადის სირიისთან გამოყოლებული დღევანდელ სირიასთან არ ვიცი როგორ იქნება ამათი ურთიერთობა მაგრამ ირანი, ჰამასი, ჰეზბოლა და ეს დაჯგუფებები, ვისთანაც ესენი პარტნიორობენ და მეგობრობენ, ყველამ დაინახა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის შიგნით მოსახლეობამ. სად დადის კობახიძე, ვის ართმევს ხელს და ვისგან არის იზოლირებული. არა მხოლოდ კობახიძე, ეს სხვა სამთავრობო ესე ვთქვათ, ლიდერშიპი ამ თვითმარქვია ხელისუფლების ბიზნესმენებსაც და მეწარმეებსაც კი მოუწოდებენ, ნუ გაიყურებით ევროპისკენ, გაანებეთ თავი ბერლინს, ლონდონს და სხვა დედაქალაქებს. ჩინეთთან და აზიასთან ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში, არა მხოლოდ ახალი ბაზრები, პარტნიორები, ურთიერთობები, ინვესტიციები იქიდან მოიზიდეთ. იმათ რაღაცი ჭირდები, შენ თუ აქ ერთგვარი ფანჯარა არ ხარ ევროპაზე და დასავლეთზე გასასვლელი. და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მაშინ იყავი საინტერესო თუ ესეთი შესაძლებლობები გექნებოდა. თუ გახდი რუსეთის გაგრძელება იმ რუსეთთან პირდაპირ ურთიერთებს და შენ საერთოდ არაფერს არ შეგაგდო. ეს კითხვა თქვენ კი ცოტა გამიბრაზდით, მაგრამ რატო დავსვი ეს კითხვა? ხშირად ისმის კითხვა ამასთან დაკავშირებით და ამიტომ მე უნდა დავსვა შეკითხვა. არა, ხო და რო ისმის კითხვა, ვინც აი მკაფიობა რომ მე მესმის მათ კითხვას ეკა თქვენ აი ესე უპასუხეთ. მეგონია რომ თქვენს გისვამენ. არა, ხო და მისვამენ და მე ძალიან მარტივად ცემ პასუხს იმ ადამიანებმა ვისაც ეს შეკითხვა აქვთ მაშინ ასევე კეთილი ინებონ ასე ვთქვათ დახარჯონ ძალისხმევა პოლიტიკური რესურსი სიტყვა პასუხი უცხოელებთან თუ ქვეყნის შიგნით და მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოყვანაში დაგვეხმარონ აქ საქართველოში რომ აქ იყოს და ოპოზიციას შემატოს თავისი პოლიტიკური წონა და ძალა აი დაგვეხმარონ არიციან რომ ბევრის გაკეთება შეუძლია ბიძინას დასამარცხებლად. დიახ, მართალ გეთანხმები. მე კი არ გეცინააღმდეგები. აი გუთხარით რომ მაგაში მიიღონ მონაწილეობა. დამატებითი ინსტრუმენტებია და ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა თინა გიორგი ჩალაძე ვალენსიაში არიან IPP-ის კონგრესზე, შემდეგ შეერთებულ შტატებში მიდიან. ბევრი ვიზიტებს ვახორციელებთ ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნითაც გვინდა მხარდაჭერა და პირველ რიგში ვისგან გვინდა ჩვენი პარტნიორებისგან, ოპოზიციურად განწყობილი, ვთქვათ, მოთამაშეებისგან, საზოგადოებისგან და ყველასგან. გიჭირთ მათი ამაში დარწმუნება? ნუ ხო, გვიჭირს ახლა თქვენ უკეთესად იცით ხო, როგორ არის ხანდახან მათ განწყობები მესმის ამას ვხედავ. პოლიტიკურ ოპონენტად კი არა და კონკურენტად ესახებათ, არ უნდათ რომ აქ იყოს და კი ამბობენ ისე ყასიდად მიაძახებენ რომ რა თქმა უნდა პოლიტპატიმარია და ამაზე დამთავრდა ყველაფერი. მე პოლიტპატიმარი როა რატო უნდა ყავდეს მეოთხე წელი პოლიტიკური ლიდერი საკანში გამოკეტილი, რატო უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა და უფლება ბიძინა ივანიშვილს. კარგით. აი საუბარი ადამიანებთან იმისთვის რომ ისინი დაარწმუნოთ და მათი პროპაგანდა, ქართული ოცნების პროპაგანდა დაამსხვრიოთ, არის საკმარისი დაუშვათ ან ტელეეთერიდან, ან იგივე აქციაზე, როდესაც ბრძანდებით ხოლმე, თუ რაღაც უფრო მეტი და კოორდინირებული სამუშაო ამაზე გასაწევი და ამაზე თუ ფიქრობთ ან ამას თუ აპირებთ?
იცით, მე წეგანაც მოგახსენეთ, ორი ვარიანტია. ან უნდა იყოს ერთ კონკრეტულ ლიდერზე აწყობილი ეს ოპოზიციური მოძრაობა, რაც ეს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ნუ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი აზრით არის, მაგრამ ეხა ობიექტურად და რეალურად ვერ არის, ხო? ორი მიზეზის გამო, ერთი რო ციხეშია გამოკეტილი და მეორე რო ბევრი აქტორი ამ ოპოზიციურ ველზე არ აღიარებს მას ასეთად სამწუხაროდ და არ უნდა ამ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთადერთი თავარი საპირწონე ბიძინა ივანიშვილის ის კაცია. დღემდე ასეთად რჩება. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე ვარიანტი რაც არის რომ ერთი თქვა ერთიანი ჯგუფი მართავდეს, ხო? ანუ რაღაც პოლიტიკური გაერთიანება იყოს, რაზეც აი არჩევნებამდე იყო საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შედგა წინა ეს საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ორი ნომრით გავსულიყავით, ასე ვთქვათ, არჩევნებზე რა, როგორც გადის 41 და აქედან დაპირისპირებოდა ნომერი X-ი, N-ი, რომელიც იქნებოდა მთლიანი ოპოზიცია. ეს ვერ მოხერხდა. მომავალში არჩევნებს არ გულისხმობ, ისე თუ მოხერხდება ერთ პლატფორმად ამ საერთო ძალისხმევის პოლიტიკური რესურსის შეკვრა და კონსოლიდაცია, ეს კარგი იქნება, მაგრამ თქვენ აღარ მონაწილეობთ იმ პლატფორმაში საკოორდინაციო სალომე ზურაბიშვილის ეს პლატფორმა ამ საქმეს ვერ ემსახურება არაფერი კოლგები და ეს სანამ ეს ადამიანი ისეც ვესაუბრებით ყველას და ამასაც ვარწმუნებთ, მაგრამ სადაც მიშა სააკაშვილის ჩართულობა არ იქნება როგორც პოლიტიკური პარტნიორის, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია სხვა რაღაც ესეთი საკოორდინაციო საბჭოები თუ პლატფორმები და რაც სათაურიც არ უნდა მოუფიქროთ ამას, თავარი პოლიტიკოსი, რასაც ვქი, აი პოლიტიკოსის განმარტება რა არის? ყველა პოლიტიკოსად ირქმევს თავს. სალომე ზურაბიშვილის ფორმატში სააკაშვილის ჩართულობა როგორ იქნება? ანუ თქვენ ამბობთ, როგორ იქნება თუ ერთ კაცზე არ არის ვერ ხერხდება ერთ X ადამიანზე ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ვერტიკალის აწყობა, მაშინ ხო გუნდზე უნდა, ჯგუფზე უნდა იყოს, იმ ჯგუფში შეიძლება შედიოს 4, 5, 7 ადამიანი, ხო? და ერთ-ერთი რატო არ შეიძლება იყოს? კი არა, უნდა იყოს ჩემი აზრით. ციხეშია და მაგიტო, ანუ ხო, მაგრამ ციხეში რო არის, ხო, ესე ვთქვათ, ის ხომ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ გამოსახსნელია, ამაზე ხო უნდა მუშაობდეთ. კოორდინირებული მესიჯები ამასთან დაკავშირებით ხო უნდა ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც გინდათ რომ ამაზე იმუშაოს ამ საკოორდინაციო ციხეშია ჩვენი ლიდერია და ეს ფორმატი საერთოდ რაზე მუშაობს რაღაცა ღონისძიებების დასაორგანიზებელი ფორმატი და კომიტეტი თუ არის ჩვენც ყველანაირად მივეხმარებით, მაგრამ ეს ხო არ არის პოლიტიკური პროცესი, რასაც ეძახიან ხოლმე პოლიტიკური შედეგის მომტანი რაღაც, რომ 26 მაისის ესე ვთქვათ, ღონისძიებაზე კოორდინაცია, ანუ ვინ დროშას მოიტანს და ვინ ის რა ქვია, ხალხს გამოიყვანს. ეხა ოპოზიციური სპექტრი როგორ მდგომარეობაშია, თუნდაც თქვენი პარტია. აი ხვალ ბიძინა ივანიშვილმა რომ მოხდეს სასწაული და თქვას რომ ნიშნავ ახალ არჩევნებს მზად ხარ. ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის დანიშნული არჩევნები და მისი ჩატარებული ზუსტად ამაშია, ახაც ვეთანხმები მართალს ამბობდა ელენე და ჩვენ ამას ვიძახით უკვე მეხუთე თვეა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კი არ უნდა დაგინიშნოს და ჩაგიტაროს არჩევნები. აი ეს ვერტიკალი რო ჩამოიშლება და რო აღარ იარსებებს მისი ძალაუფლების მიტაცებული ხელისუფლების ზეგავლენა სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებაზე. აი მე უნდა ჩატარდეს უკვე ბუნებრივად მოუწევს არჩევნებს ჩატარება. ეს არის თქვენი სურვილი. ეს არის ჩვენი სურვილი და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ამ მიმართულებით მუშაობთ და ამ ამოცანას ვისახავთ ჩვენ პირველი დღიდან და ამ ამოცანის შესრულებასაც ერთ-ერთი ესე ვთქვათ ელემენტი ამ ყველაფრისა, ამ სამუშაოების არის ზრუნვა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს აქ თავისუფლებაზე გარეთ და საქართველოში. ისე კი არა, რომ აი ოღონდ გაუშვათ გარეთ და გავანთავისუფლოთ, რაც ბიძინა ივანიშვილსაც ეგრე უნდა სინამდვილეში, მაგას ხა ვთქვათ, ესე ვთქვათ, დამალული ჯოკერი, კოზირი რა ყავს, რომ მიშა სააკაშვილს არა აქვს ქართული პასპორტი, უკრაინელია, არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ თავისუფლება მოუწია, უნდა ჩავსვათ თვითმფრინავში და უცხოეთში უკრაინაში გაუშვათ. ესე არ გამოვა საქმე. ამასაც კი არ ეთანხმებიან ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგები. როგორც მივხვდი, ეს არის თავარი თქვენი რაღაცა თქვენი განაწყენების, რის გამოც აღარ დადიხართ. ვინ არაფერ განაწყენების, ჩვენ როდესაც დავინახავთ რაღაცა პერსპექტივას, იმედს, საქმეს, არავე განაწყენება და ბუტიაობა ბავშვები კი არა ვართ, ყველაფერს ჩავერთვებით. წეღან, პოლიტიკოსის განმარტებაზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი არის მთავარი ჩემის აზრით, ის კი არა პარტიაში ხარ, რიცხები, არ რიცხები, ტელევიზორში ჩანხარ თუ არ ჩანხარ,
ესეთი თქვათ პარტიული ხალხი ყველანი ვართ აქტივისტები. მთავარი პოლიტიკოსი რატო მიშა რატოა ისე ერთადერთია, ვისაც შეუძლია რეალურად გამოწვევა ესროლოს, აი დააჩელენჯოს, რო ამბობენ ხოლმე ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლოს. პეტრე, მე მესმის. პოლიტიკოსი არის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია აქვს იმის ბერკეტები, რესურსები და შესაძლებლობა, რომ იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყოველ შემთხვევაში მიშამეს არაერთხელ დაამტკიცა და გასაგებია, მაგრამ მოდი კითხვას დავსვათ. დანარჩენები არიან ყველა კომენტატორები და აქტივისტები. ეს არის და ეს. დანარჩენი ყველა პოლიტიკოსი კომენტატორები და აქტივისტები არის. ჯამში ამ განმარტებიდან გამომდინარე, რაც მე მოგეცით ესე. მესმის, რასაც ამბობთ, ივანიშვილის მიზეზი არის გახლეჩვა, ოპოზიციის, საზოგადოების დაგსაქსვა, გარკვეული ნიჰილიზმის დანერგვა, აი ეს ამ პროპაგანდასაც ამიტომ ავრცელებენ რაღაცა ფრუსტრაციის დანერგვა, ხო? აი არ არის ეს საკმარისი ოპოზიციური სპექტრისთვის და არ არის ეს მნიშვნელოვანი ასეთ გადამწყვეტ დროს, როდესაც მართლაც ქვეყანა არის, აი, არ ვიცი, ალბათ აღარაფერი გვაკლია იმას, რომ ისეთი ქვეყანა გავხდეთ, როგორიც არის რუსეთი. ჟურნალისტი ყავს, ქალი ჟურნალისტი ყავს ციხეში. 50 პოლიტიკური პატიმარი ყავს. ასობით დასანქცირებული კი არა და დაჯარიმებული ადამიანი და დასახიჩრებული. ხო, და დასახიჩრებული და სრული უსამართლობა, შეჩერებული ეს დახმარებები ადამიანებისთვის, გრანტების კანონი ეგრეთ წოდებული. მოკლედ, ყველანაირად შეზღუდულია ადამიანების გამოხატვის და საერთოდ ცხოვრების უფლება. მალე ვიზა ლიბერალიზაცია დასრულდება. აი, ამასაც ამბობთ თქვენ. მაგიტომ ვკითხულობ, არ არის ეს ყველაფერი თქო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აი მეტი კოორდინაცია იყოს. არ ვიცი, კოორდინაციას რას ეძახით? ეკა კოორდინაციაც კარგია. ხო და ერთიანობა რო საჭიროა მეთქი, მაგით არ დავიწყე, რომ ერთიანობა, ან ერთი კაცი უნდა იყოს შერჩეული ვის გარშემოც დაირაზმება მთელი ოპოზიცია, ან რაღაცა ჯგუფი. ნუ ეს რო არარეალურია. არც ერთ-ერთი მაინც ხო შეიძლება რეალურად გამოვიდეს. ამიტომ მაგ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აი ეს კონსოლიდირება ძალების ერთ კალაპოტში მოქცევა, ჩენელიზაცია მოხდეს და მე აქედან გამომდინარე შემომტკიცდეს კიდე სხვა შრეები ადამიანების, სხვა ინტერეს ჯგუფები, მეწარმეები, ბიზნესმენები, საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ. ბოლოს ალბათ უკვე თვითონ სამართალდამცავებიც დაყრიან იარაღს, არ აწევენ ხელკეთს საკუთარ მოქალაქეებზე, იმიტომ რომ იციან მეორე მხარეს ოჯახის წევრი დგას და ძმა ბიძაშვილია და უკვე ამ ხიშტებზეც რო ვეღარ იდგება ბიძინა ივანიშვილი. აი მე ჩაატაროს ის არჩევნები. ეგეთ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები. რომ დაყრის ფარხმალს და კუთხეში იქნება მიმწყდეული. მანამდე კი არა რომ პირველივე დღეს გამოვიდნენ და თავპირს რო ალეწავს იქით ამ ხრიდან ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ხალხს ესენი არჩევნები ჩაგვიტარეოთ ხოვდნენ. აი ეგეთივე არჩევნები ჩატარდებოდა, როგორი მოპყრობაც იყო. რომ გადადგეს ეს რეჟიმი. ეს არის სწორი მოთხოვნა არის, ბოლო 1-2 კვირა უკვე ისმის რუსთაველზე რომ გავდივართ ხოლმე, ეს ახალგაზრდები უკვე რეჟიმის გადადგომას ითხოვენ და არა მოდი არჩევნები ჩაგვიტარეთ. რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში და რეჟიმი მაინც ჯერჯერობით პოლიტიკურ მესიჯს ყოველთვის თავისი მნიშვნელობა აქვს და სწორი პოლიტიკური მესიჯის გარშემო უნდა შემდეგ აიწყოს დანარჩენი პროტესტიც. კარგით, აი თქვენ ახსენეთ ვიზა ლიბერალიზაცია, თვლით რომ ეს რეალური საფრთხეა და აბსოლუტურად რეალური საფრთხეა. ეს შემატებს, აი ეს გაამრავლებს პროტესტში მონაწილე ადამიანებს. აბსოლუტურად რეალური საფრთხეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაამრავლებს, იმიტომ რომ ეს ხალხმაც იგრძნო, აი მთელი ამ ბოლო 2-3 წლიან პერიოდში ჩვენმა ხალხმა ძალიან ჭკვიანია, დაკვირვებულია, ასე ვთქვათ, ზურგის ტვინით გრძნობენ მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, განსაკუთრებით რაც საქართველოს გარშემო ხდება და ჩვენს თავს ბოლო აი ამ 2-3 წელიწადში განვითარდა, რომ ევროპა ყოველთვის ძალიან ჰუმანურად ექცევა საზოგადოებებს, ზოგადად ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხს და განსაკუთრებულად ეს საქართველოზე აისახა და ქართულ ხალხზე, იმიტომ რომ მათ ვიზა ლიბერალიზაციის მოცემიდან მოყოლებული შემდეგ კანდიდატის სტატუსი ისე მოგცეს, რომ ავანსად პრაქტიკულად ოცნებამ არც ერთი რეფორმა არ განახორციელა და იქ ბრუსელში ქართულ დროშას ბოდიში და ევროპის დროშას ისე აფრიალებდნენ ქართველებიო, როგორ შეიძლება მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ მივცეთო და უკრაინა და მოლდოვასთან შედარებით ორი ნაბიჯით უკან როგორ უნდა დავტოვოთ ეს ხალხიო, რომ ერთი საფეხურით დაბლავართ, ხო, ეხლა ამ ინტეგრაციის პროცესში. შემდეგი ეტაპი იყო და ეს გაყალბებული არჩევნების და ამ უბედურებების მერე მხოლოდ
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები დაუსანქცირეს მოგზაურობაზე და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ანუ ესეც არ იყოს ყველანაირად ჰუმანურები არიან ხალხის მხრიდან. ეხლა თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ უკვე მთელ ქვეყანაზე მოუწიათ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, მაშინ უკვე დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მეგობრებო, ხო? გავიგე. საით მივდივართ და რა არჩევანს ვაკეთებთ ყველანი ერთად. კი ბატონო, მესმის თქვენი დამოკიდებულება, აუცილებლად ისე ვერ გაგიშვებთ, უნდა გკითხოთ თქვენს პარტიის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, ცოტა ხნის წინ იყო მიხეილ სააკაშვილის წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ოცნება აფათურებს ხელს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ზოგადად არის ეს იქვე იყო იმაზეც საუბარი, რომ გარკვეული განახლებები არის საჭირო, რაღაცა ძირეული რეფორმა, არ ვიცი უკვე რამდენი და აი რა საპირებ რას გეგმავთ იცით რა ჩვენ უკაცრავად როგორი წნეხის ქვეშ ვართ ყველა მიცის თქვენც იცით სპეციალურად კომისია შექმნეს ორი ძირითადი მიზნით აი თავისი რუსული პროპაგანდის ცხოვრებაში პრაქტიკაში განხორციელება ამაზე ოცნებობდნენ მთელი ეს წლები რომ დასხდნენ იქ და მოაწყონა ეს რაღაც კვაზი სასამართლო სიმახინჯე გულისრევა რომელსაც ყოველ კვირას თვალს ვადევნებ წულუკიანის კომისიას გულისხმობ და საქართველოს დადანაშაულება ყველაფერში და აი ამ ტყუილ მაგრამ აღარ აკრძალავენ ეს ხო გითხრათ მდინარაძე თვითმმართველობის არჩევნებში და მეორე იყო რომ ეს პროპაგანდაც ერთი ხელით საწარმოონ და განახორციელონ და მეორე ჩვენი აკრძალვისთვის ნიადაგი მოამზადონ საკონსტიტუციო სასამართლო და ასე შემდეგ ეხლა აღარ აკრძალავთო რას გვეუბნება რომ მოდი ეს არჩევნებიც გაგვიправეთ მიიღეთ მონაწილეობა და არჩევნების მერე აკრძალავთო არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებთ თვითმმართველობის ჩვენ რა თქმა უნდა ხო მით უმეტეს ესეთ ფონზე როგორ უნდა მიიღო ჯერ ეს ერთი ამ მოცემულობაში ხვალ რო არჩევნები ტარდებოდეს ნამდვილად არ მივიღებთ და სექტემბრამდე რა და როგორ იქნება შევხედოთ ამ რეჟიმის პირობებში და ბიძინა ივანიშვილის ამ თვითმარქვია ძალაუფლება მიტაცებული ვერტიკალის მიერ ჩატარებულ არჩევნებში არ მივიღებთ რა თქმა უნდა კაფიოდ გეუბნებით და აქედან გამომდინარე ესეთი ზეწოლა რა თქმა უნდა მცდელობები არის პარტიაში რაღაცის შემოტანის მაგრამ ამას ვერც მოახერხებენ და ყოველთვის მზად დავხვდებით. დარწმუნებული ვარ, ბევრ ორომტრიალს გაუძლო და ბევრი წისქვილის ქვა დატრიალდა თქვენი პარტიის თავზე მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად დაზარალებული პარტია შეიძლება. ხო და ამ ფონზე როდესაც ვიღაცა ნაცი უდრის კოდს სიტყვიან, აი ყველაზე დიდი პოლიტიკური აბსურდი რაც შეიძლება ადამიანის ტვინში მოიხარშოს, არის სწორედ აი გამოთქმა.